წმინდა მამა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს. იღვაწე მონდომებით, ნუ იზარმაცე, ნუ ჭმუნავ, მოღვაწეობის ჟამს ეცადე, ბოროტზე გაიმარჯო. ასეთებს უფლისაგან დიდების გვირგვინი აქვთ გამზადებული, დიდება და ნეტარება ელით. მართალია თუ არა, რომ ვინც იღწის, არ ზარმაცობს, ებრძვის საკუთარ თავს დიდების გვირგვინით შეიმოსება. დიახ, მართალია. ასე რომ ღირსი მამა უდაო ჭეშმარიტებაა ის, რომ მუდმივი მუშაკობა, სიზარმაცესთან ბრძოლა, ბოროტზე გამარჯვება სულის მაცხონებელი საქმეა და ამისათვის უდიდესი ჯილდო მოგველის. ერთ-ერთ ბერს, რომელიც ბეცაიდაში ცხოვრობდა, ყავდა ერთი მოწაფე. ბერს წესად ჰქონდა ყოველ დღე ესწავლებინა მისთვის, თუ რა იყოს სულის ხსნისათვის საჭირო. ამის შემდეგ აღავლენდა ლოცვებს და მორჩილის დასაძინებლად უშვებდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ მნახველები მოუვიდნენ. უწესმა ტრაპეზი გაუმართა. კარგა ხანი გავიდა, როდესაც სტუმრები წავიდნენ, ბერმა საღამოს შეულებას არ უღალატა და როგორც ყოველთვის მორჩის სულის ხსნის შესახებ ესაუბრა. საუბრის დროს ბერს ჩასთვლიდა. მორჩილი ბოძღვის გაღვიძებას ელოდა და ამ დროს სულ ფიქრობდა, ხომ არ წავიდე კურთხევის გარეშე. იგი ამას მთელი ღამე ებრძოდა. 7-ჯერ მაინც მოუარა სურვილმა დაუკითხავა წასულიყო დასაძინებლად, მაგრამ 7-ჯერვე შეებრძოლა საკუთარ თავს. როდესაც გათენდა და ხუცესმა გაიგვიძა, დაინახა, რომ მასთან მორჩილი იდგა, მან შეძახა, ნუ თუ ამდენ ხანს არ წასულხარ, მოწაფემ უპასუხა, შენი კურთხევის გარეშე წასვლა ვერ გავბედე. ბერმა ჰკითხა, რატომ არ გამაღვიძე? მორჩილმა უპასუხა, რომ არ შემეწუხებინე. ამის შემდეგ მათ სისხლის ლოცვა წაიკითხეს, იგალობეს და ბერმა მორჩილი გაუშვა. მარტო დარჩენილ ბერს ხილვა ჰქონდა. ვიღაცა მას ნათლის ადგილი აჩვენა, იქ ტახტრევანი იდგა, რომელზეც 7 გვირგვინი იყო დაბრძანებული. ბერმა გაოცებულმა ჰკითხა უცნობს, ვის ეკუთვნის ეს გვირგვინები? მან უპასუხა, ეს ადგილები და ტახტრევანი 7-ვე გვირგვინი შენ მოწაფეს ებოძა, იმიტომ რომ მთელი ღამე არ მიგატოვა. ამის მხილველი ბერი გაუცდა, მოწაფე იხმოდა ჰკითხა, მითხარი რა გააკეთე, ან რას ფიქრობდი გასული ღამის განმავლობაში? პაპატიე მამაო, კარგი არაფერი გამიკეთებია, უპასუხა მოწაფე. ბერმა წვრილად გამოკითხა მას ყველაფერი, მაშინ მორჩილმა უთხრა, ერთადერთი კარგი რაც გავაკეთე, ის არის, რომ 7-ჯერ მოვინდომე წავსულიყავი შენი კურთხევის გარეშე და არ წავედი. მაშინ კი ყველაფერს მიხვდა ბერი. გაიგო, რომ რამდენჯერაც გაიმარჯვა მორჩილმა ცოდვილ სურვილზე, იმდენი გვირგვინი ებოძა. ეს ამბავი ბერმა ზოგიერთ ძმას უამბო, რათა სცოდნოდათ, რომ ცოდვილ ფიქრებთან ბრძოლის გამო უფალი ჯილდოს გვიძღვნის. ამრიგად უდაო ჭეშმარიტებაა ის ფაქტი, რომ სიზარმაცესთან და სხვა ბოროტებასთან ბრძოლისათვის ქრისტიანი უფლისაგან დიდების გვირგვინით იმოსება. აქ შევჩერდით. თუ კი მცირედი შებრძოლების გამო მოწაფე დაჯილდოვდა, მაშინ რა შეიძლება ვთქვათ მათ შესახებ, ვინც მუდმივად მოძღვარს მუდმივად მღვიძარებს და არ ემორჩილება ამ ქვეყნიურ ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს ბოროტებას. რა თქმა უნდა, მათი ჯილდო დიდია. საინტერესოა, რა არის ეს ზღვენი, ამის შესახებ უფალი ბრძანებს. რომელმა ზლოს მივსე მას დაждობაი, ჩემთანა საყდარსა ჩემსა. ამიტომ საუბარი კვლავ ღირსი მამა დიმიტრის სიტყვებით დავასრულოთ. აიძულე საკუთარი თავი და არ დაინდო ხორცი, ებრძოლე სიზარმაცეს, ცოდვილ აზრებს და უხსნელი გვირგვინით შეიმოსები. ამინ. ეხლა ჩვენი ეს წაკითხული ამბავი რო შევადაროთ სახარების მერე, რასაც ვლაპარაკობთ. ნახეთ, რა გამოდის. 7-ჯერ მოვიდომა დაძინება.
აი რო აიღო თითქოს არაფერი არ არის, ეხლა ბერს ჩაეძინა, დაიძინებდა მოწაფეც. არაფერი არ მოხდებოდა, ვითომ. მაგრამ რადგან კურთხევა არ დაარღვია, ამიტომ დაჯილდოვა. ნახე მთელი ღამე იდგა. რო გაიღვიძა მოძღვარმა, ნახე, შეწუხდა. ეუბნება აქამდე არ დაგიძინიაო და შენი კურთხევის გარეშე ვერ დავიძინეო. რატო არ გამაღვიძეო? შემებრალეო. ჩვენ დავფიქრეთ, ჩვენი მოძღვარი გებრალება ხოლმე, რო არ უჩერებთ. ჩვენ ჭკუაზე რო დავდივართ. ნახეთ, მორჩილმა არ დაიძინა და მიიღო 7 გვირგვინი და ტახტი, რომელიც იყო გამშვენებული. შემდეგ ნახეთ რას ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი. თუ კი აი უბრალო დაძინების გამო ამხელა ჯილდო მიიღო. აი რაღაც მნიშვნელოვანი როა და შემოწოსო ემორჩილები, რამხელა ჯილდოს მიიღო. კითხრა მოძღვარმა, რომ ისე იარე როგორც საჭიროა შემოსილმა ემორჩილები მიიღებ აუცილებლად ჯილდოს. კითხრა მოძღვარმა, რომ ენა ცოტა დააოკო და არ განიკითხო, მოყვასი დაასრულებ ამ კურთხევას, მიიღებ ჯილდოს. აი რომ მოვა ცოდვის აზრი გვიტრიალებს თავში, გავაგდებთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, აი ცდილობს რომ მივდრიკოს ცოდვისკენ და არ გავაკეთებთ. აუცილებლად ჯილდო მიიღე იმ დროს. უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ხედავთ. არა დაიღებს კაცი ჯილდოს. შეიძლება ბევრ თქვენგანს აქვს გამოსტილი, რო არ შეცოდა, როგორ გიხარია, რო არ შეცოდა. რაღაცნაირი სიხარული გაგულში ეს ნიშნავს, რომ ერთმა დაგაჯილდოვა. სიმშვიდე გამოგიგზავნა. ყველაფერში უნდა დავემორჩილოთ ეკლესიას. ჩვენ სასულიერო პირები და თქვენც არის ადამიანები. აქ უპირატესობა არავის არ აქვს. რაც უფრო დიდი პატივი და უფლებები უბოძა კაცს ბერთვა, მით უფრო მეტად მოგითხავს მას. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ამათ იმ საკითხზე, მოდერნისტები, თანამედროვე მოაზროვნე სასულიერო პირები, ეპისკოპოსები, სულ ამართლებენ, ეხლა სხვა დროა. არ არის სხვა დრო. აი 60 ხუთი წაიკითხა მე დავითნე. იქ იყო რომ უფალი გუშინდა დღეს და მომავალში არის ერთი და იგივე. არაფერი არ იცვლება. ჩვენც ესე უნდა ვიშრომოთ და ვიღვაწოთ. რაც არის სოდვა უნდა მოვერიდოთ, რაც არის ორი ის მთელი ძალისხმევით უნდა გავაკეთოთ. ღმერთმა ინებოს რომ ჩვენც და თქვენც მოგცეს მორჩილება ჩვენი სულიერი მამების. არაფერი ვაკეთოთ მათი ლოცვა კურთხევის გარეშე. ღმერთმა დაგლოცოთ და გავკურთხოთ.